დამოკიდებულებითი ტიპის ადამიანი როგორია, აი ამაზე ვისაუბრებთ ამ ვიდეოში. და შეიძლება თქვენი თავი ამოიცნოთ, ან თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები. განმარტოთ, რომ დამოკიდებულებითი ტიპი არ არის მხოლოდ ადამიანი, ვინც ნივთიერებებზეა დამოკიდებული, ან თამაშზე, ან სასმელზე, ხო? შეიძლება ამ კუთხით განვითარდეს ადამიანი, მაგრამ შეიძლება არა, ხო? ანუ ზოგადად აღვწერთ ადამიანს, ვინც არის ჩამოყალიბდა ბავშვობაში დამოკიდებულებით ტიპად. რა თქმა უნდა, მის ხასიათის ნიშან-თვისებებს აღვწერთ, რა თქმა უნდა, ამის გარდა კიდევ ბევრია და თუ ერთ-ერთ განვითარებას აღვწერთ და თუ დაინტერესდებით, კიდევ შემდეგ ვიდეოებში გავაგრძელოთ და კიდევ სხვა გამოვლინებებიც აღვწეროთ ამ ტიპის, იმიტომ რომ საკმაოდ გავრცელებული ტიპია, მინდა ვთქვა, განსაკუთრებით საქართველოში. ესე იგი, რასთან გვაქვს საქმე და რა არის, რაზე ვსაუბრობ? ნახე, მოდი დავიწყოთ იქიდან, საიდან იწყება ბავშვობიდან, დამოკიდებულია ადრეული ბავშვობიდან, ხო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი დედა ყავდა, ან არ ყავდა. ანუ, როდესაც ადამიანს ზედმეტად ბევრი დედა ყავს, ანუ აი ბევრია დედა, ანუ ძალიან ზემზრუნველი, აი ყველაფერს რომ აძლევს იმ მომენტში, იმ წამს, ხო, აი ძალიან ბევრია რძე, ასე ვთქვათ, ბავშვისთვის, აი არის ეს მომენტი, აი და გინახავთ, ხო, ალბათ ბავშვები მოზრდილებით, რომ აი ყავა მომიდუღეს, წყალი მომართვის, გამიკეთეს და დედას ყველაფერი მიაქ წამებში. ხო, აი ყველაფერი მირთმეული, ხო, აი ძალიან ბევრია დედა. მოშივდება თუ არა, ეგრევე რძია გამზადებული ბავშვს. და მეორეა და მეორე ტიპის დედა, რომელიც ძალიან დანაკლისში, ანუ ძალიან ზედმეტი, აი აბსოლუტურად ბავშვს აკლია მზრუნველობა. ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი დანაკლისი და ძალიან დიდი მეტობა დედის ბრჭყალებში იწვევს აქ გაჭედვას ამ მდგომარეობაში და იწვევს დამოკიდებულებითი ტიპის ჩამოყალიბებას, რომელიც მომავალში იზრდება, გაჭედილია იმ ადრეულ ასაკში და იზრდება და ერთ-ერთ განვითარება, სხვადასხვა განვითარება, მაგრამ ერთ-ერთს დავასახელებ, გამუდმებით, აი წარმოვიდგინოთ აქ ადამიანს სიცარიელე, აი დიდი ხვრელი სიცარიელე, რომელიც სულ ამოვსებას ცდილობს, აი სულ უნდა შეესწრო, თქვა დედა ყავდეს, რომელიც არ აძლევდა, საერთოდ არ მისცა ზრუნვა, ხო? და აი სულ ამის აი გაიჭედა და სულ ამის შევსებაშია, რომ აი ვიღაცა მისცეს ეს მზრუნველობა, აი ვიღაცისგან ეს მიიღოს და ამოივსოს ეს როგორღაც ეს ხვრელი, ხო? ეს დიდი სივრცე, რომელიც აქ სიცარიელე. ან ძალიან ბევრი იყო დედა, გადაზედმეტებული იყო და აი ეს მუდმივი მიღების სურვილი მიიღოს და აი აქ არის გაჭედილი რა. და ნახეთ, ერთ-ერთი ვარიანტი უკვე ეს დასრული ადამიანი, ესეთი დამოკიდებულებითი ტიპის ადამიანი, ხო, ნახეთ, რას ვიღებთ. ასეთი ტიპის ენერგია აქვთ ხოლმე რა, ესეთ ადამიანებს, რომ აი მოუაუცებ ენერგია, მოზღვავდება, იდეები გაუჩნდება, აჟიტირდება ამ იდეებით, მოეჩვენება, რომ ეს საუკეთესო იდეებია, დაიწყებს მოქმედებას და აი ცოტა ხანში ძალიან მალევე, როცა რეალობაში სკდება, ასე ვთქვათ, და რაღაცა პრობლემები გამოჩნდება ამ თავის საქმის კეთების გზაზე, ცოტა გაუჭირდება, ცოტა რასაც არ ელოდა ის მოხდება და ასე შემდეგ. უცებ მისი ენერგია დაბლა ჩამოდის, ჩაიფუშება, წყვიტავს ამის კეთებას და შუაგზაში მიატოვებს საქმეს. ანუ ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი საქმეები აქვთ შუაგზაში მიტოვებული, ხო? დაწყებული და ვერ გაკეთებული. მიზეზი 1000 აქვთ ხოლმე და თავის გამართლება რა. და ნახეთ რა ხდება. ესეთ ადამიანებს ჭირდებათ ხოლმე ვიღაცა სხვა ადამიანები, ვის ენერგიაზეც იქნებიან დამოკიდებული, ვინც მათ გამოკვებავს.
არ ვიცი ეს როგორი წყვილი იქნება დედა, მამაზე, მამა, დედაზე, შვილი დედაზე დამოკიდებული თუ დედა პირიქით შვილზე, ცოლი ქმარზე თუ ქმარი ცოლზე თუ მოკლედ, ხო, აი სხვადასხვა წვილებია, ხო? ესეთი ვარიანტები და ნახეთ აი მეორე ადამიანი ხდება მათთვის ერთგვარი წყარო ენერგიის, როდესაც რომ აი მისცეს мотиваცია, ხო, აი წამოაყენოს ფეხზე, აი ხო აქ ენერგია, წავიდა დაიწყო კეთება, მე ჩავარდა. ეხლა ეს მეორე ადამიანი მივიდეს, ხო, ამ დროს დაამოტივიროს, თვითონ თავის ზურგზე აიღოს ეს საქმეების კეთება, რომ საქმე არ ჩავარდეს, მოუგვაროს საქმეები, წამოაყენოს გადაიმკიდოს მხარზე, წაათრიოს ცოტა და იმედი გვაქვს, რომ აი სადღაც ამ ადამიანსაც მოუვა ენერგია და შეიძლება განაგრძოს გზა და გააგრძელოს საქმის კეთება. მაგრამ შეიძლება დიდი ალბათობით მაინც არ გააგრძელოს და საბოლოოდ ამ მეორე ადამიანს მოუწიოს ამის გაკეთება, ხო, ან ისიც მერე დაყრის, ხო, ბოლოს დააგდებს. და რატომ? ნახეთ, იმიტომ რომ ის იდეა საერთოდ რისი კეთებაც ამან დაიწყო, რისი და აჟიტირდა, უკვე შეცდომა იყო, იმიტომ რომ ხედვა თავიდანვე აჟიტირდა, დაინახა იდეალისტურად ის რაღაცა და საერთოდ არ შეხედა რეალისტურად, რომ აი რისი კეთება მოუწევს, რა საფრთხეები შეხვდება, რა იქნება ძნელი, რომ შრომაც მოუწევს, გაუჭირდება კიდევაც ამ რაღაცაში, ხო? ასევე ნახეთ ის თვითონ ის საქმე რაც უნდა, ის საქმე ჭირდება შესავსებად, აი ამ ხორელის ამოსავსებად, ამ სიცარიელის, ხო, აღიარებისთვის, რომ აღიარონ, მიიღონ, ხო, აი რაღაცისთვის ჭირდება, არა იმისთვის, რომ აი მე მინდა მომწონს მაგარი რაღაცა, მე მხოლოდ მე მინდა, ხო? ჩემთვის არის. ხო? რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები დადიან ხალხში, ნახე რა რითი ჩანს. ხო? და უზიარებენ, ყვებიან, რომ აი მე ამას ვაპირებ, ეს უნდა გავაკეთო და აი ელოდებიან, რომ ეს შეაქებინო, მაგარი ხარ, მიდი გააკეთე, ხო? იმიტომ რომ თვითონ არ არის ამაში დარწმუნებული, სხვა რამისთვის ჭირდება ეს იდეა, ხო? ჭირდება იმისთვის, რომ აღიარონ, შეაქონ, ბიძგი მისცენ, აი როგორღაც აი საწვავი შეიძინოს, რომ რაღაცა გააკეთოს, ხო? აი მარტო თავის თავთან თუ რჩება და მიდი აბა გააკეთე, რჩება სიცარიელეში, არაფერში, დეპრესიაში, ხო? სრულ ფრუსტრაციაში, აი არ შეუძლია მოქმედება და საწვავი არის რაღაცა გარეშე. სიტუაცია არის ესეთი რა. და როგორც წესი ეს რაღაცა ახლობელი ადამიანები არიან ხოლმე და ახლობელ ადამიანს კი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, წამოვაყენოთ ისე ჩავარდნენ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ თუ მუდმივად მთელი ცხოვრება ხო გიწევს რომ შენ პერმანენტულად დრო გამოშვებით სულ ეს ადამიანი ააყენო და ააყენო, გააგრძელო ისევ ხო ჩვენ ვიცით ხო ესეთი ეს ჭირს დამოკიდება აი ძალიან ისე მკვეთრად დამოკიდებულ ადამიანებს გართულებულად ხო და მაგალითად წამალ დამოკიდებულ ადამიანებს რან ჩავარდნა ააყენე დააყენე ისევ ჩავარდება ააყენე დააყენე ისევ ჩავარდება დაახლოებით ეგეთი ტიპია დამოკიდებულებითი ადამიანი რომელსაც ასეთი ტიპის დამოკიდებულება არ აქვს მაგრამ ცხოვრების მიმართ ენერგია აქვს ზუსტად ესეთი ანუ ადგება რაღაცას შეძლებს გააკეთებს ჩავარდება მე შენ ამოაყენო როგორღაც წინ წაიყვანო ისევ ჩავარდება და აი სულ ესეთი აი ავა ჩავარდება აი სულ ესეთი აი ცვალებადობა აი და ვერ ინარჩუნებს აი შეიძლება ახვიდეთ და მართლა ჩამოვიდეს ენერგია მაგრამ ნახე სხვა შემთხვევაში ადამიანს თვითონ აქ ძალა რო ხო კაი ესე ხალ ჩავარდი არაუშავს თვითონვე წამოაყენებს ისევ იგივე საქმეს შეუდგება აქ როგორც არის ჩავარდება მე იგივე საქმეს ვეღარ შეუდგები იმიტომ რომ ის იგივე საქმე რაღაც სხვა რამისთვის გამოქონდა დაწყებული ინტერესი აღარ არის ხო ის ის რაღაც აღიარებისთვის ქონდა ვიღაცებმა უბიძგეს და ასე შემდეგ ხო თუ რაღაც ახალი მოაქვს მე წამოდგება მე ისევ ახალი ეს სუცვალებადობა ის სულცვალებადობა და აი დაკარგულია ვერ იპოვა თავისი თავი ხო იმიტომ რომ პატარა ბავშვი ვით არის მწყემსი ჭირდება ხვდები მწყემსი დედა ხო რომელიც მივარდება გაუკეთებს თავისით ყველაფერს ხო როგორი დედაც ყავდა ან აბსოლუტურად უზრუნველი ბავშვი უფუნქციო დედა საერთოდ არ ყავს ზრუნველი დედა და
ამის გარეთ სულ ამას ეძებს, რომ ვიღაცამ იქნებ გამოკვებოს, ვიღაცა იქნებ დედა იყოს მის ცხოვრებაში, ხო? რთული ამბავია. საქართველოში იმიტომ ვთქვი, რომ საქართველოში დედები ძალიან მიდრეკილები არიან ამ აღზრდის მიმართ, რომ აი ზედმეტად ჩაერიონ თავისი შვილის ცხოვრებაში და გაუკეთონ ყველაფერი მიართვან, ან პირიქით ძალიან დატოვონ ზრუნველობის გარეშე, ხო და იმიტომ რომ აი მამაც შეიძლება თავის როლს ვერ ასრულებდეს, ანუ მამის როლი აქ რა არის, რომ მისცეს ჩარჩო, წესი, ხო, აი ძალა, სტრუქტურა, რომ ადექი, ეხა მიდი და დროზე შენ თვითონ გააკეთე, ხო, აი ეს როლი, ხო და აი ამ როლს შეიძლება ვერ აძლევდეს მამა და ხშირია, ხო, ეს საქართველოში ხშირია, ნუ არ ვიცი რეალურად სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ ჩვენთან საკმაოდ ბევრია ესეთი ფსიქოტიპი, ალბათ სხვაგანაც ბევრია, ნუ სინამდვილეში. და გამოსავალი რაშია ნახეთ? დამოკიდებულებითი ტიპი გაჭედილია ბავშვობის, ადრეული ბავშვობის ასაკში. გამოსავალი არის, რომ ეს გაჭედვა გადაილახოს იმ პრინციპით, რომ დედას უნდა დაანებოს დედის ძებნას და შევიდეს დასრულობის ასაკში, ანუ გაიზარდოს ეს ადამიანი, უკვე გაზრდილი გაიზარდოს და შევიდეს მის ცხოვრებაში წესრიგი, წესები, პასუხისმგებლობები თავის თავზე, საკუთარ თავზე. და ეს წესები, ეს წესრიგი მამა, ბჭყალებში მამის ფუნქცია, რაც ამ ბავშვს დააკლდა, ხო? აი ეს შეიტანოს მან თავის ცხოვრებაში. დედას ვეღარ ამოვავსებ თუ და ნაკლისი იყო, ბავშვი ვეღარ გახდები და თავიდან დედა ვეღარ მოგივლის, ვერ შევცვლით ამ სიტუაციებს. ეხლა რაც შეგვიძლია რომ შევიტანოთ ეს წესები და აი ერთგვარი კომპენსაცია მოხდეს ამ მდგომარეობის, ხო, რითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, რომ მე ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ესეთი ტიპის ადამიანები კიდევ დავამატებ, რომ სხვას აბრალებენ, სხვაზე გადააქვთ რა, რომ სხვისი ბრალია, იმის ბრალია, გვერდში არ დამიდგა, არ დამეხმარა, ეს არ მომწეს, თავრობაა ცუდი, ქვეყანაა ცუდი, ის რაღაცა ვერ გამოვიდა, ის ვერ გამოვიდა, ეს ვერ გამოვიდა. ეხლა ამას შეიძლება სხვა ადამიანს ამბობდეს, მაგრამ აი დამოკიდებულებითი ტიპისთვის ძალიან დამახასიათებელია პასუხისმგებლობის არაღება საკუთარ თავზე, ვერ დანახვა, სხვაზე გადაბრალება, იმიტომ რომ სხვისგან ეძებს, სხვისგან უნდა, ხო, ეს ყველაფერი და თუ ეს ადამიანი სერიოზული სამუშაოა, მოკლედ რა, სერიოზული თერაპიული სამუშაოა ჩასატარებელი, ხო, ან თერაპევტთან საკუთარ თავთან მოუწევს, ჯერ უნდა დაინახოს, რომ ესეთი ადამიანმა და მუშაობა, რომ აი მე უნდა მივცე ჩემ თავს, მე ვარ პასუხისმგებელი, მე უნდა გავაკეთო თუ რამე ცხოვრებაში მინდა, სხვა არ არის დამნაშავე. დამნაშავე საერთოდ არ ვეძებ. მე ვაკეთებ ეხლა, აბა რა მინდა. ხო? და აი ამაზე მუშაობა, ამით მოხდება ამ სიცარიელის შევსება, იმიტომ რომ ეს ადამიანი რეალურად თავის თავს მართლა თუ პასუხისმგებლობას აიღებს, ბევრ რამეს მისცემს საკუთარ თავს და აი საკუთარ თავს რომ მისცემს ამ რაღაცებს, ამით მოხდება იმ დანაკლისების ერთის მხრივ ასევე შევსება. მოკლედ, თუ თქვენთვის ეს საინტერესო თემა, კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ, როგორი ტიპისები არიან ესეთი ადამიანები, რაში ვლინდება, დამიწერეთ თქვენი კომენტარები, გააზიარეთ ვიდეო და არ ვიცი, გამოიწერეთ ჩემი არხი. მადლობა.